შეზღუდული რაოდენობის წარმოება. ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში დღეს საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით ჩატარდა. ფონდი დაფუძნდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით. ფონდის შექმნის მიზანი საქართველოში შექმნილი უაღრესად მძიმე დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებაა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხალხის მოსახლეობის ბიურომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა შემცირდება 28%-ით და 28% მოდის ქართულ მოსახლეობას, ანუ საერთაშორისო ექნება ქართულ გენოფონდს და ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრისათვის უნდა მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია სახელმწიფოსთან ერთად და უნდა შევიმუშაოთ გეგმა, რომელიც ამ პრობლემას გადაჭრის და საქართველოს გამოიყენოს ამ კატასტროფული მდგომარეობიდან. ღონისძიება არაფერს არ წყვეტს, თუ არ დაიგეგმა და თუ არ განხორციელდა ეს კონკრეტული ნაბიჯები, რაც აუცილებელია მიმართული იყოს საქართველოში დემოგრაფიული წონასწორობის აღსადგენად და შეიძლება ითქვას გადასარჩენად. ამდენად ეს ღონისძიება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთ-ერთი რგოლია, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. საჭიროა სწორი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება იმისთვის, რომ ქვეყანაში მხარდაჭერილი იყოს მრავალშვილიანი ოჯახი, ეკონომიურად, მატერიალურად იყოს ძლიერი, კონდეთ მათ შეღავათები, კონდეთ მათ დახმარებები და სახელმწიფო სწორი პოლიტიკის შედეგად ჩვენი მოსახლეობა გადარჩეს, იყოს შობადობა, ჭარბობდეს ეს სიკვდილიანობას, იყოს შესაბამისი ჯანდაცვა უზრუნველყოფილი ადამიანებისთვის, რაც არის წინასწარი, ასე ვთქვათ, წინაპირობა იმისთვის, რომ ერი გამრავლდეს, გადარჩეს და რა თქმა უნდა ქვეყანა განვითარდეს. დემოგრაფიული ფონდის დაარსებას ინიციატივას მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრი ამ კუთხით არსებულ ვითარებას შემაშფოთებელს უწოდებს. მივესალმებით დემოგრაფიული განვითარების ფონდის დაარსების ინიციატივას. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. შემაშფოთებელია ის ტენდენციები, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში ამ კუთხით. გაეროს მონაცემებით საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა და თუ პრობლემას დროზე არ უშველეთ, თუ თანამიმდევრულ და ამავე დროს სასწრაფო ნაბიჯებს არ გადავდგამთ, ეჭვქვეშ დადგება ქართული სახელმწიფოს ფიზიკური გადარჩენა. ამ პრობლემის გადაწყვეტა მთლიანად ჩვენ საზოგადოებასა და სახელმწიფოზეა დამოკიდებული. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება განვახორციელოთ დემოგრაფიული განვითარების პოლიტიკა. შევიმუშაოთ სპეციალურ კონცეფციას, რომელიც კონცეპტუალურად განსაზღვრავს პრობლემის გადაჭრის გზებს. თუმცა პრობლემა იმდენად დიდია, რომ ჩვენი საზოგადოების ღრმად გააზრებული და აქტიური მხარდაჭერის გარეშე, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ერთობლივი დიდი ძალისხმევის გარეშე ამ პრობლემას ვერ გავუმკლავდებით. შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი